თქვენ ვერ იპოვით ერთიან ისეთ წიგნს, რომ თავიდან ბოლომდე თანამიმდევრული იყოს. მასეთი არის მარტო ბიბლია. 40 თაობის განმავლობაში წერებოდა, ხო? 40 თაობა წერდა 1600 წლის მანძილზე. და როგორი აწყობილი არის. აწყობილი რა. ხო შეიძლება ის სხვადასხვა ხალხი წერს და იმის მაგალითად რომ ესენი ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, მთლიანი ჩამოსხმული არის ეს. აქ არის ეს კიდე ერთი დადასტურება იმისა, რომ სულიწმიდით დაწერილი წიგნი არის ეს. გასაოცარი წიგნი არის ამ ხრივ, მეორე, მაგას წიგნი ვერ შეედრება ამ ხრივ. ზუსტი ინფორმაცია არის სამყაროს წარმოშობაზე, ადამიანის გაჭირვებაზე, ბედნიერებაზე, სამოთხეზე. ყურანი საერთოდ რა ვიცი. ეს არის როგორ გითხრა, იცი, უაზროდ ბიბლიის კონსპექტირება. ლექციაზე ლექტორის ლექცია რომ კონსპექტირებილით მოაქციო შენს იმაში. როგორი კონსპექტით, იცი, აი აქ-აიქ შიგ ჩაგეძინება, მერე გამოგეღვიძება, რაღაცას მოისმენ, იმას ჩაწერ. მერე უცებ გონება სხვაგან წაგევა. ეხლა კიდე დაიჭირის თქვა. აი ესეთი რამე არის ყურანი. რომ ვადარებდი, მე ხო შევადარე ერთიც მეორეს და მე ნამუშევარი ვარ ამ წიგნებზე, ფანტაზიით კი არ ვლაპარაკობ. წაკითხული მაქვს რა მოკლედ და ამუშავებული, აი გახაზულებით, ამოწერილით, შედარებებით. ვიმუშავე მაგ საკითხებზე და მოვიშორე და იქიდან გამომდინარე რაც მე ხლა თავში მაქვს იმას გეუბნები, რომ შევადარე ესა. ეს რა იყო კაცო, ეს იყო უნიჭო კონსპექტი სტუდენტისა ლექტორის მიერ წარმოთქმული ლექციები, რომ ხანდახან რო ხან პანჯარაში გაიხედავ, მე ყოფილი ვარ მოწმე როგორი კონსპექტით იწერდნენ სტუდენტები. ამიღია და წამიკითხია, ხო, რაღაცა მილაპარაკია, რა. აი ბარა დაიწერე მათ ჩვენი მეთქი. იქ აბდაუბდები იყო სულა. ხო, ვერ ასწრებენ, ხო. აი ესეთი რამე არის ეს ყურანი. იმასე რიგითი კი არა, ინტელექტუალიც ვერაფერს ვერ გაიგებს. სად რა იწყება, როგორ მთავრდება, რა შვაშია პირველი სურა, თქვათ მეხუთე სურასთან, 154 სურა, რა კავშირშია პირველ სურასთან, ვერაფრით ვერ გაიგებ. მაგრამ ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა მჭიდრო კავშირშია. შესაქმე მჭიდრო კავშირშია გამოსვლასთან. გამოსვლის მერე ლევიტელები. ლევიტელების მერე ჯულის რიცხვის მერე მეორე ჯულის კანონი დაამთავრდა. მერე გადავდივართ გზელა. ეს აწყობილი ერთმანეთზე. ასევე აი ებრაელთა წერილი უშუალო კავშირშია ძველ აღთქმასთან. შეიძლება გავუცდეთ. მსგავსი რამე არ არის ყურანში და შედარებით ყურანი კიდე ისეთი უნიჭოდ შეთითხნილი კონსპექტია ბიბლიისა, მაგრამ რა მოგახსენებს სხვა, თქვათ, ბუდისტურ ლიტერატურას. ერთიანი ბუდისტური ლიტერატურა არ არსებობს. ეს არის მიმობნეული გამონათქვამები, აფორისტული ჩანაწერები, თხამაპადები და ასე შემდეგ, რაღაც აი სამყაროს ბოროტებაზე, ადამიანი როგორ უნდა იცხოვროს სამყაროში, რომ რაღაცნაირად ბოროტება გაქრეს და როგორ უნდა გაქრეს ბოროტება, ეს არ არის წარმოდგენილი. არაფერი არ არის ნათქვამი აღდგომაზე, საერთოდ უარყოფს აღდგომას, სხეულებრივ აღდგომას უარყოფს. ყველა რელიგია გარდა ქრისტიანობისა, ისლამიც სხეულებრივ აღდგომას უარყოფს. ხო, პირველ ყოფილ ცოდვას ისლამი უარყოფს. გამომსყიდველი აქედან არ ჭირდება, უარყოფს სამებას. ეს რა ვიცი, რა რელიგია ეგ, აი, რისი მომცემია ეგ? არაფერს. რელიგია რა. და ყველაფერი რა თქმა უნდა ბიბლიიდან არის გადამუშავებული, გადამღერებული და ხო გახსოვთ ხელოვნებაში განსაკუთრებით მუსიკალურ ხელოვნებაში რიმეიკები რო არის ინგლისური სიტყვა. ერთი არის და მე იმის რემეიკი სწორედ ამას ნიშნავს, ხო ინგლისურად გადმოამღერებ. აი ბიბლიის გადამღერება აბსოლუტურად სოფლიოში რაც რელიგიებია, გინდა იჯერეთ გინდა რა. არა მარტო რელიგიები, აი ფილოსოფიური ნაწილი, თქვათ პლატონიც კი. ეს არის ბიბლიის გადამღერება. სხვანაირად არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სამყარო ერთია, პატრონი ერთი ყავს და ადამიანები მისი შექმნილია. რაღაცა ასკოლკების სახით ადამიანები ხო გაიფანტნენ და ყველა სამყარო წინა აქვს და ბუნებრივია რომ ერთი საწყისიდან არის გამოსული ყველაფერი. უბრალოდ ღმერთის სიტყვა ზოგს პირდაპირ ესმის და მიელტვის, ზოგი კიდე ამას უკუაგდებს და თვითონ ადგება ამ გზას ქმნის. და არც კი დაფიქრდება რომ ბევრი რამეს მის და უნებურად დამახინჯებული ფორმით ღმერთიდან იმეორებს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, რომ ნახავთ, აი სულ ამის ირგვლივ ტრიალებს. ეს ამიტომ არის წიგნთა წიგნი. ამის ცოდნა პირველ რიგში აუცილებელია. მე ვიკითხეთ პროფესიები, იყავი ბატონო ფიზიკოსი, მათემატიკოსი, რა შეგიშლის ხელს რო? პირიქით. პირველად ეს უნდა ისწავლოს კაცმა. რა შეგიშლის ხელს, მაგალითად იყო კარგი მუსიკოსი, ბიბლია როგორ შეგიშლის ხელს? დაგეხმარებ? კარგი მეცნიერი მუშაკი იყო, კაი იურისტი იყო, რატო შეგიშლის ხელს ბიბლია ჩემთვის გაუგებარია. პირიქით, შეგიშლის კი არა, პირდაპირ გაგებით დაგეხმარება. დააკვირდით, აი ამას არ ასწავლიან, არავინ არაფერი არ იცი. ისინი საერთოდ გადააბარეს ეკლესიას ხატებს და რა ბიბლია არა ისა. ჩაიხედავენ აქა-იქა დამთავრდა. მაგრად არის დახურული ეგ წიგნი მან და
ვინ აკეთებს ამას? რატო 1000 სისულელეს კითხულობს კაცი? დავიკითხო ერთი მე თვითონ გავიგო რა როგორ რანაირად. რას ვცებ თაყვანი ხომ უნდა ვიცოდეთ. შიოლაშვილის ვცებ თაყვანი მე თუ ღმერთს ერთი მაინტერესებს და მე შიოლაშვილი რამდენად არის ღმერთთან კაცო ესეც გავიგოთ. როგორ უნდა გავიგოთ თუ ბიბლია არ ვიცი? რა თქმა უნდა ვერ გაიგებ. ბიბლიის მეშვეობით გაიგება ყველაფერი. ეგ ღმერთის სიტყვაა მანდ გაცხადებული და მოქმედებს ადამიანები, კონკრეტულ გარემოში, კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, არაფერი ტყუილი არ არის. ისტორიამ დაადასტურა, რაც მანდ მოვლენები ხდება 100%-იანის ადგილი ქონდა ცხოვრებაში. აი ადამიანების რა, აი ისტორია, მოსესი, გამოსვლა, 1453 წელია ძველი წელთაღრიცხვით, ეს 100%-იანია. ის ისტორიული ეგვიპტის ფარაონი, შუა სამეფოს ხანის დინასტია, ეგვიპტის ისტორია, მიწის გადახედა, არაფერი ტყუილი მანდ არ არის. მე გადასახლება, ისრაელის გაყოფა, ეს არის მოცემული კონკრეტული არავითარი მითოლოგია, არავითარი ზღაპრები. სულ რეალური პიროვნებები რეალურ გარემოში. 64-ის ადგილმდებარეობა დღევანდელი ერაყი. იქ ორი მდინარეა ჩამოთვლილი, რომელიც დღესაც არის, ევფრატი და ტიგროსი. სად არის ეგ? თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ხო ეგ მდინარე რო გაედინება იქ. ის მეორე მდინარის სახელი დაიკარგა არ არის, მაგრამ ეგ როცა იტყვიან და სად იყო ადგილი? აი მანდ იყო ეგ ადგილი. და მე სახეცვლილება აქ ყველაფერს ხო წარღვნის მე. ის ფორმები, ის სახე აღარ არის დედამიწის. ევოლუციონისტების კიდე რა გამკვირებია ხო კრეტინები, როგორ უნდა შეიქმნას ადამიანის სახე, აი რაღაც ხანგრძლივი მილიონი წლის მერე ეროზიის შედეგად ქვამ როგორ უნდა მიიღოს ადამიანის სახე ამიხსენი რა. ამიხსენი ნუ. აი მაგალითად არის ესეთი სამხრეთ დაკოტაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ დაკოტაში არის 18 მეტრიანი ქანდაკება, თუ იცით, არ ვიცით, 4 პრეზიდენტია კალდეში გამოკვეთილი. 14 წელი მუშაობდა მოქანდაკემა 15 წელი. მათ პრეზიდენტები არიან, თუ არ ვწევი, ვაშინგტონი არის, ჯეფერსონი, რუზველტი და ლინკოლნი. აი, დააკვირდით ახლა რო გაიარო მან თქვენ და კალდეზე ბუნებრივი კლდეზე და თქვათ, რომ იცი რა, ეროზიის შედეგად ეს სახე მიიღო მან, რომელიც მოუვა თავში ეგა. ჩვეულებრივი ადამიანი რას ფიქრობს, იცი? რო ეგეთყვით. აი ეს ვინ შექმნა? აუცილებლად იტყვი, რომ გონიერმა ადამიანმა, მოქანდაკემ, ხატვარმა მოიაზრა და ჩადო. თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ყველაფერში გონივრული ადამიანის ნამოქმედებს ხედავთ, სამყარო უფრო უკეთესად არ არის მოწყობილი. ეს როგორ იქნება შემთხვევით აფეთქების შედეგად და ასეთი სახე როგორ მიეცა ყველაფერს. მცენარეს თავისი, იმას მაღალ ორგანიზებული და აბალი ფორმები, მე მიკროევოლუცია შიგნით რო ვითარდება. ეს როგორ შეიძლება ესე კაცო რაღაცა ისეთი არაცოცხალი იმიდან, მატერიიდან სიცოცხლე წარმოიშვა. ამიხსენით რა. და რატომ უარყოფთ სამყაროში გონიერ არსების არსებობას? ვინმეს მოუვა თავში რომ ქალაქში რო გაიაროთ, თქვათ რომ თავისთავად შეიქმნა შემთხვევით აფეთქების შედეგად რომელიმე შენობა. იტყვით რომ აფრენ არქიტექტორის თავში მოიაზრება და დაიდგა. აი გონიერი ადამიანის ნამოქმედ არის კვალს, ხო ხედავთ ყველგან ქალაქში განსაკუთრებით. ხო ტყეში არა ჩანს ადამიანის ისა, ხო ბუჩქები და ისენია. ქალაქში გაიარეთ, რა ლამაზად არის ქუჩები, ნატურები, ქანდაკებები. ვისი გაკეთებული ეს? გონიერი ადამიანის და პლანეტა. აი ეს კოსმოსი ვინ მოაწყო? დედამიწაზე არაფერი არ არის შემთხვევითი და თავისთავადი. ყველაფერს აკეთებს ადამიანი. ესე იგი გონიერი არსება. რაოდენ აღმატებული არის ღმერთი ადამიანზე და შემთხვევით არის ისა მზე დაშორებული დედამიწას ამანძილით? ადამიანი რო დაიწყო ინფუზორიიდან, მოვიდა აქამდე? როგორ გეკადრებოდ? როგორ შეიძლება ერთი ფორმიდან როგორ მივიღეთ უფრო მთული ფორმა? მაგალითად, ინფუზორიიდან ადამიანი როგორ მივიღეთ? როგორ ხდება ერთი ციკლის განვითარება? შიდა მუტაცია გასაგებია. მუტაციის შედეგად შიგნითა, ესე იგი ჯერდი მუტაციაც სისულელი არის, ეს ყოველთვის გადაგვარებას გულისხმობს, ხომ? თუ გაუძლებს. ეს დარვინმა ცოტა სხვა რაღაცეები გააკეთა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ გაიტაცა და ბევრი სისულელები და თვალით რაც გადახედა სამყაროში დააფიქსირა, მაგრამ არს ხედავ და როგორ შეიძლება ესეთი რამე კოდი, აი თანამედროვე ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ის, ვინც დნკ მოიგონა, ხო? აი გაოცებული იყო, ხო, ნახეთ რა აღმოჩნდა. როგორ არის ეს დაპროექტებული ყველაფერი წინა და კოდირებული? ეს შემთხვევით არის? სახეზე არის, ხომ? პირდაპირ აი სამყარო შეხედავთ, სახეზე არის გონიერი არსება. ხეს შეხედავთ, დებილი უნდა იყო თქვა, რომ ეს აფეთქების შედეგად მოხდა. და ანუ მილიარდი წლების შედეგად ბაღლინჯოდან წამოვიდა ხე. მცენარეები, ცხოველები, ადამიანები. ეს კრეტინიზმია. ამის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არის. გათხრებმა ვერ დაადასტურა, როგორ ხდება მაკროევოლუცია. ასე რომ მაკროევოლუცია არ არსებობს, ადამიანი შეიქმნა. ყველაფერს რასაც ხედავ, შეიქმნა 6 დღეში. და იქიდან წავიდა უკვე მიკროევოლუცია გასაგები არის. არსებობს ჯიშების გამოყვანა, მაგრამ როდესაც ჯიშებს ვიყვანთ ძაღლიდან,
სპილო არავის არ გამოუყვანია. ბიოლოგია არ უარყოფს მაგ იმას. თანამედროვე მეცნიერება არ მოდის წინააღმდეგობაში ბიბლიასთან. არა, ტყუილია ეგა. ფანტაზიებს არ უნდა დავეყდოთ. მაგალითად, ყველაფერი ის აღიარებს, ხო, ბიოლოგია აღიარებს იმას, ერთი ჯიშიდან ჩვენ შევაჯვარებთ ჯიშს, ძაღლს და სხვანაირ ჯიშს გამოვიყვანთ, მხოლოდ ძაღლს. მაგრამ ძაღლიდან ვეფხვი ვინმე გამოიყვანა და მით უმეტეს მაიმუნიდან თუ ადამიანი გამოუყვანია ვინმეს. აი ეს ვერ იპოვეს და დარვინმა ხელი ჩაიქნია და მისი იმედები გამწყუნდა. აი ეს კაცობრიობამ დამალა და დღესაც დამალულია. არავის არ სურს ეს განცხადება გააკეთოს. წიგნები კი ყარია. და თქვენც ისარგებლეთ ამ შემოგარგებულ. იმიტომ რომ სატანა არის და ახლა ამას არ აწყობს ახლა გამოიყე ყველაფერი უნდა ამოატრიალო ახლა. ცხოვრებაც მიდის დარვინისტული, მარქსისტული თეორიებით რა. ძალაუფლების ნება, ადამიანების ტყავი აძრეს, სოციალიზმი ვითომ კაპიტალიზმი და არის გაუთავებელი ეს ბრძოლა. და ამას ბოლო მოიღება. რომ სამყარო დასაწყისი აქვს და აქვს სასრული. იმას რასაც დასაწყისი აქვს, გახსოვდეთ რომ სასრულიც აქვს. დაიწყო ესა, დაამთავრდება. ბიბლიაც აღწერილია, მთავრდება. დედამიწა დაიწვება. მზე ჩაქვრება და ნუ რა ვის გონია რომ აქ კომუნიზმს დაამყარებს. სადაოდ აღარ უნდა მიგვაჩნდეს ეგა და საგანი როკა ვინც კარგად იცის, ის კარგადაც გაგაგებინებს რა წერია. ხო, ახლა დილეტანტი ფიზიკოსი შეიძლება დილეტანტი ფიზიკოსი აღიარებდეს ფიზიკურ მოვლენებს, კანონებს, მაგრამ როცა არ იცის, ვერ აგვიხსნის. ხო, ვერ აგვიხსნის ფიზიკის არ მცოდნე მაგალითად ნიუტონის კანონს, ვერ აგვიხსნის თერმოდინამიკის კანონს. არ ესმის ეს რა არის? არ იცის. ბიბლიასაც ეს სულიერი კანონიერი წიგნი არის და თუ ეს კარგად არ გავიაზრეთ, ჩვენ ამას ვერ აუხსნით სხვას. ამიტომ პირველი რაც არის მოთხოვნილება, გავეცნოთ ამას მით უმეტეს ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ადამიანის საიდან წარმოიშვა სამყარო, ვინ აყავს პატრონი. ვეცნობით სამყაროს შემოქმედს პატრონს და უდიდეს სასიხარულო ინფორმაციასაც ვგებულობთ. ჩვენ რომ აგრეგატ მიველტვოდით ღმერთის გარეშე ბედნიერებას, აგერ მოწოდებულია ყველა ადამიანი იქნება ბედნიერი ერთ ჩვენ ერთ დღეს და ის რაც ასე გვახარებს ეს ჩვენი სამყარო და რო გვეშინი არავინ არ დაანაგვიანოს, ვაიმე ომი არ ატყეს და შიშები მაქვს. ბიბლიის წაკითხვის შედეგად ეგ შიში მოიხსნა. იმიტომ რომ გინდაც ააფეთქე, გინდა არ ააფეთქე სამყაროს დასასრული აქვს. რაც არ უნდა მოუვაროთ სამყაროს, ატომები არავინ არ გაისროლოს სიწყვალზე ვიძახი, ეს მაინც ერთ ჩვენ ერთ დღეს დაიწვება. და ეს შვების მომგვრელია. ეგ აღარ მექნება შიში, ვაიმე ატომი არ ესროლოს, ვაიმე ეს არ დანაგვიანდეს, გაუფრთხილდეთ რა მომავალ თაობას და ავტოვოთ ეგ. ეგ არის კრეტინიზმი. ამაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, იფიქრე შენი სულის გადარჩენაზე. შენ სად გადახვალ ერთ ჩვენ ერთ დღეს. არა და ეგ დღე დამთავრდება. მარადიული არ არის, არაფერი დედამიწაზე. ოქრო რო ოქროა, ისიც არ არის ყარი და უცვლელი. ექვემდებარება ენტროპიას, იცვლება ეგეც. ხო, რა არის უცვლელი რო? არაფერი. საწყისი რასაც აქვს, უცვლელი არ შეიძლება იყოს. აი, უსაწყისო, უცვლელი ღმერთი არის. არ იცვლება არც ეს სიტუაციაში, არც ეს დროს და არ ექვემდებარება 21 საუკუნეს, 22 საუკუნეს. აი, თავკომბალა ხალხი რო იძახის 21 საუკუნეში როგორ შეიძლება რამე მოხდეს, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ისე განვითარდა მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება, ადამიანი რო უი, მოკლა კაცო. კი, მაგრამ 21 საუკუნეა, ვინ იყო ეს ველური? როგორ შეიძლება ეგ? ბიბლია მაგას გვეუბნება. ცოდვა დაცე, ცოდვა საუკუნეები და ცოდვა რაშვაშია. ეს იწყება გაშლილია ბოლომდე ტყავი გაძვრება ყველას და ყველაფერს, ვინც ქრისტეს არ მიიღებს. ასე რომ უცვლელი არის ღმერთი და ნებისმიერ დროს ყველგან არსებულია, ყოვლის შემძლეა, სამართლიანია, მოსიყვარულია. აი ეგ არის უცვლელი და მარადიული ნებისმიერ დროს. ეგ არის ექვემდებარება საუკუნეებს. სხვა დანარჩენი დროშია გაწელი და თანამიმდევრული მოვლენები არის. გუშინ, დღეს და ხვალ არის ეგ დროში, თანამიმდევრულად მიდის. ეგ ნამდვილი არის. დრო, სივრცე ჩვენთან არის. იქით დრო და სივრცე არ არის. შეიქმნა სივრცეც და დროც. ხო? სივრცე რომ არ იყოს, დედამიწა ვერ იტრიალებს. ჩვენ ერთ დღეს ეგ ყველაფერი გაირკვევა ჩემო კარგებო.